მოგესალმებით, გთავაზობთ ფოტო-ვიდეო ტექნიკის შესახებ მომდევნო ეპიზოდს. პირველ ვიდეოში, რომელიც დავდე YouTube არხზე, საუბარი მქონდა უშუალოდ ჩემ ტექნიკაზე და რამოდენიმე ადამიანმა მითხრა, რომ საინტერესო ვიდეოა, უბრალოდ ვერაფერი ვერ გავიგეთო. რაც სიმართლეც არის, ის ეპიზოდი მოითხოვდა მაყურებლისგან გარკვეულ საბაზისო ცოდნას. ხოლო ამ ვიდეოში ვისაუბრებ სწორედ დამწყებებისთვის და შევეხები ისეთ საკითხებს, თუ რა განსხვავებაა ფოტოკამერებს შორის, რა ტიპის ფოტოკამერები არსებობს, ასევე რა განსხვავებაა ლინზებს შორის და რა ტიპის ლინზები არსებობს. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ მე ვისაუბრებ მხოლოდ ორი ტიპის ფოტოაპარატებზე, ეს იქნება full frame, ანუ სრულჩარჩოიანი და APS-ი, ანუ crop კამერები. რაც შეეხება ისეთ ფოტოკამერებს, რომლებიც აი აქ მიდევს მე, ეს არის ჩაშენებული ლინზიანი ფოტოაპარატები, რომლის უამრავი სხვადასხვა ვარიანტი არსებობს, საკმაოდ ბიუჯეტურებია, ამიტომ ამაზე ყურადღებას არ შევაჩერებ და გადავდებ გვერდით. პირველ რიგში ვისაუბროთ კამერებს შორის განსხვავებაზე მათი სენსორის ზომების მიხედვით. არსებობს ეგრეთ წოდებული crop კამერები, ანუ APS-C ფორმატის სენსორიანი და არსებობს full frame კამერები, ანუ სრულჩარჩოიანი. რა განსხვავებაა მათ შორის? მათ შორის განსხვავება არის სენსორის ზომას შორის. სენსორი არის ის, რაც თავის თავზე აღბეჭდავს ფოტოს. მარტივად რომ ვთქვათ, სენსორი ეს არის ძრავი კამერისთვის, რაზეც განთავსებული არის პიქსელები. რაც უფრო დიდია სენსორი, მით უფრო ხარისხიანი არის ფოტო. შესაბამისად, full frame კამერები ითვლება უფრო პროფესიონალურ სეგმენტად, ხოლო APS-ი, ანუ crop კამერები ითვლება უფრო მეტად სამოყვარულოდ. თუმცა, რა თქმა უნდა, აქაც მოდელებზე უნდა ვისაუბროთ და ზოგიერთი APS-ი სენსორიანი კამერა, მაგალითად, შეიძლება ჩავთვალოთ პროფესიონალურ კამერადაც კი. რაც შეეხება ზომებში სხვაობას, APS-ი სენსორი არის 1.5 ჯერ უფრო პატარა full frame სენსორზე. ოღონდ ეს Nikon-ის და Sony-ის შემთხვევაში, ასევე თუ არ ვცდები Fujifilm-ის შემთხვევაში და სხვა კამერების. ხოლო რაც შეეხება Canon-ს და Canon-ის crop კამერებს, Canon-ის crop კამერების სენსორის ზომა ოდნავ უფრო პატარაა Nikon-ზე და Sony-ზე და არის 1.6 ჯერ პატარა full frame-ზე. ეს რიცხვები, ანუ 1.5 და 1.6 დაიმახსოვრეთ, იმიტომ რომ გამოგვადგება, როდესაც გადავალთ ლინზებზე საუბარზე. მაინც რაში გამოიხატება full frame კამერების უპირატესობა crop სენსორიან კამერებზე? სენსორი ხასიათდება სამი ძირითადი მახასიათებლით. პირველი ეს არის ფერების სიმრავლე და როგორც წესი, ფერების სიმრავლე full frame კამერებში უკეთესია crop კამერებთან შედარებით, თუმცა ვიმეორებ, როგორც წესი, ანუ კონკრეტული მოდელი კონკრეტულ მოდელს უნდა შევადაროთ. უმეტეს შემთხვევაში full frames უკეთესი ფერები აქვს ვიდრე crops. ასევე დინამიურ დიაპაზონში, დინამიური დიაპაზონი ეს არის ფოტოს სიღრმე, ანუ უფრო მეტად ექვემდებარება თუ არა დამუშავებას. ჩრდილები, გადანათებული ადგილები და ასე შემდეგ. როგორც წესი, full frames აქვს უკეთესი დინამიური დიაპაზონი crop კამერებთან შედარებით. თუმცა აქაც უნდა გავითვალისწინოთ კონკრეტული მოდელები. აი მაგალითად, აქ მიდევს full frame სენსორიანი კამერა, ეს არის Canon-ი 5D Mark II, ხოლო მე თვითონ მიღებს crop სენსორიანი კამერა, ჩემი პირადი კამერა, Sony Alpha 6600, მაგრამ Sony Alpha 6600-ის დინამიური დიაპაზონი ჯობია ამ კამერას. ანუ, როგორც წესი, full frame-ები ჯობია crop-ებს, თუმცა გააჩნია კონკრეტულ მოდელებს, ანუ კონკრეტული მოდელები უნდა შევადაროთ ერთმანეთს. და მესამე ფაქტორი, რაშიც თითქმის ყველა full frame-ი ჯობია, თითქმის ყველა crop სეგმენტის კამერას, ეს არის დაბალ შუქში განათება, ანუ ISO. რაც უფრო მაღალია ISO, ვიცით რომ ფოტოზე ჩნდება ეგრეთ წოდებული ხმაური, ანუ პატარა ხორკლები, ხოლო full frames უკეთესად შეუძლია გადაიღოს მაღალ ISO-ებში APS-ი სენსორთან შედარებით. ანუ ყველაზე დიდი განსხვავება რეალურად აი ამ მესამე მონაცემში გვხდება ხოლმე. თორემ იგივე დინამიური დიაპაზონი რომ ავიღოთ, მაგალითად Nikon-ს აქვს ესეთი APS-ი სენსორიანი კამერა D7200 და მისი დინამიური დიაპაზონი ნამდვილად თითქმის არც ერთ full frame კამერას არ ჩამოვარდება, ანუ საკმაოდ კარგი სიღრმე აქვს მის ფოტოებს. ასევე რა თქმა უნდა, full frame-ისა და APS-ი სენსორისგან განსხვავებით არსებობს კიდევ სხვა ტიპის სენსორები, მაგალითად medium ფორმატის კამერები, medium ფორმატის კამერები კიდევ უფრო დიდი სენსორით არის, ვიდრე ეს არის full frame-ი. full frame-ზე თუ არ ვცდები, ორჯერ უფრო დიდი სენსორი აქვს, მაგრამ იმ კამერის მფლობელები, იმ დონის სპეციალისტები არიან, რომ ჩემ ვიდეოს დარწმუნებული ვარ არ უყურებენ. ასევე არსებობს კამერები, რომლებსაც აქვს ცვლადი ლინზები, თუმცა მისი სენსორი არის APS-ი სენსორზე უფრო პატარა, ორჯერ პატარა full frame სენსორთან შედარებით და ეს კამერები აქვს Olympus და Panasonic-ს.
მე მგონი მხოლოდ ამ ორ ფირმას და სხვა ფირმებთან მე მგონი არ გვხვდება. რაც შეეხება წეღან დასახელებული ჩაშენებულ ლინზიან კამერებს, ასეთი უამრავი კამერა გამოდის, უამრავი სხვადასხვა ზომის სენსორით და შესაბამისად ამაზე უბრალოდ არ ვისაუბრებ, როგორც წეღან გითხარით. თუმცა გაგიკვირდებათ და არსებობს ჩაშენებული ლინზიანი full frame კამერებიც კი, ასეთი კამერები აქვს Sony-ს RX სერია, თუ არ ვცდები 3 მოდელი არსებობს და ასევე Leica-ს აქვს, თუ არ ვცდები 2 მოდელი. არ ვიცი ეს კამერები ვის რაში შეიძლება დაჭირდეს, უბრალოდ გაქვთ კამერა, რომელიც პროფესიონალურად იღებს ფოტოებს, თუმცა მას ლინზას ვერ უცვლით, იმიტომ რომ ერთი კონკრეტული ლინზა აქვს. რა თქმა უნდა, ზომაში არის ძალიან პატარა და თქვენ შეგიძლიათ full frame კამერა ატაროთ ჯიბით. მაგრამ ასეთი კამერა ალბათ მასეთ კამერას ფლობენ ისეთი ადამიანები, ვისაც ჩვეულებრივი კამერებიც აქვთ, ანუ სვლადლინზიანი და ის უბრალოდ დამატებით ჯიბეში ჩასადებად ჭირდებათ. ასევე კიდევ ერთი სენსორი, რომელიც აუცილებლად უნდა ვახსენო, ეს არის Super 35. Super 35 გამოიყენება ვიდეო კამერებში და ის ძალიან გავს APS-ის სენსორს, Nikon-ის და Sony-ს, უფრო მეტად Nikon-ისას და Sony-სას. რა განსხვავებაა მათ შორის? როგორც უკვე აღვნიშნე, Super 35 გამოიყენება ვიდეო კამერებში, ხოლო ჩვენ ვიცით, რომ სტანდარტულად ვიდეო არის უფრო განიერი და სიმაღლეში უფრო პატარა ვიდრე ფოტო. ანუ ფოტო უფრო მეტად კვადრატულია, ანუ ფოტოს ზომა, ფოტოკამერების სენსორის ზომა და შესაბამისად ფოტოს ზომა, ეს არის 3:2-ზე სტანდარტულად, ანუ არსებობს რა თქმა უნდა სხვა ზომის სენსორებიც, მაგრამ სტანდარტული შეფარდება ასეთი არის 3:2-ზე. ხოლო რაც შეეხება ვიდეოს სტანდარტულ შეფარდებას, ეს არის 16:9-ზე. შესაბამისად დაუბრუნდეთ სენსორის ზომას, Super 35-ის სენსორი არის ოდნავ უფრო განიერი APS-ის სენსორთან შედარებით, მაგრამ სიმაღლეში არის დაბალი. სიგანეში Nikon-ის და Sony-ის APS-ი კამერებთან შედარებით Super 35 არის მხოლოდ და მხოლოდ 1 მმ-ით განიერი. შესაბამისად უნდა ითქვას, რომ APS-ი სენსორიანი Sony-ის და Nikon-ის კამერები ფაქტიურად იგივე არის ვიდეო გადაღების შემთხვევაში, რაც Super 35. ხოლო რაც შეეხება Canon-ის APS-ის სენსორს, როგორც უკვე ვთქვით, ის ოდნავ უფრო პატარა არის Nikon-ის და Sony-ის სენსორებთან შედარებით და შესაბამისად თავისთავად Nikon და Sony ოდნავ უფრო ვიწრო არის სიგანეში Super 35-ზე, ხოლო Canon-ი კიდევ უფრო ვიწრო არის, შესაბამისად Canon-ზე და Super 35-ზე ზუსტად იგივეს თქმა არ შეიძლება. მაგრამ მაგალითად იგივე ჩემი კამერა რო ავიღო, Sony Alpha 6600, როდესაც გადავდივარ ვიდეოს გადაღების ფორმატებში, იქ პირდაპირ არის მითითებული Super 35, ანუ იმ 1 მმ-იან სხვაობას ყურადღებას აღარ აქცევენ და პირდაპირ ეუბნებიან მომხმარებელს, რომ ეს არის Super 35. კარგით, გავარკვიეთ კამერებს შორის სხვაობა სენსორის ზომის მიხედვით, ახლა გავარკვიოთ სხვაობა სისტემებს შორის. არსებობს ორი სისტემის კამერები. ეს არის ეგრეთ წოდებული სარკიანი და უსარკო. მარტივად რომ ვთქვათ, სარკიანს აქვს შიგნით სარკე, ხოლო უსარკოს არ აქვს შიგნით სარკე. რა თქმა უნდა, ახლა ტექნიკურ დეტალებს ჩვენ არ განვიხილავთ, უბრალოდ ვიტყვით რა განსხვავებაა მათ შორის პრაქტიკული თვალსაზრისით. აი როგორც ხედავთ, აქ მაქვს ორი კამერა, ორივე Canon-ის, ეს არის უსარკო R8, ხოლო ეს არის სარკიანი 5D Mark II. მოდით ლინზებს არ დააკვირდეთ, იმიტომ რომ სხვადასხვა ლინზა უყენია, დააკვირდით მხოლოდ კამერებს. პირველი რაც თვალში მოხვდებათ, განსხვავება არის კამერების ზომას შორის. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს ერთი და იგივე ზომის სენსორი უყენია, სარკიანი კამერა გაცილებით დიდია უსარკო კამერაზე. ანუ პირველი პრაქტიკული სხვაობა არის ზომას შორის. მეორე სხვაობა უკვე უფრო მეტად მნიშვნელოვანი, ეს არის საფოკუსე სისტემები. როგორც წესი, საფოკუსე სისტემა უსარკო კამერას გაცილებით უკეთესი აქვს ვიდრე სარკიანს. შესაბამისად, ვიდეოზე უსარკო კამერები გაცილებით უკეთ მუშაობენ სარკიან კამერებთან შედარებით. თუმცა არა მხოლოდ ვიდეოზე, რა თქმა უნდა, ეს იქნება მაგალითად სპორტის ფოტოგრაფია თუ სხვა და სხვა. ასევე, რადგან ვიდეო ვახსენე, მოდი ეს საკითხი ცოტა გავავრცოთ. ევროპაში არსებობდა ასეთი კანონმდებლობა, რომ თუ კი ფოტოაპარატი ვიდეოს იღებდა 30 წუთზე უფრო ხანგრძლივს, მაშინ ის ფოტოაპარატი ითვლებოდა ვიდეო კამერად და მისი განბაჟება გაცილებით ძვირი ჯდებოდა, თუ არ ვიცი რა ჯდებოდა ძვირი, მოკლედ აძვირებდა ეს კამერებს და შესაბამისად კამერებს, ძველ კამერებს ქმნიდნენ ისე, რომ მათ არ გადაეღოთ 30 წუთზე მეტი ვიდეო. ხოლო თანამედროვე პერიოდში ეს კანონმდებლობა გაუქმდა და ახალ კამერებში სადღაც
2019 წლის ზევით გამოშვებულ კამერებში უკვე ფაქტიურად ყველგან ხდება ულიმიტო ვიდეოს ჩაწერა. R8-ს მაგალითად აქვს 2 საათიანი ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობა. ჩემ კამერას, რომელიც ახლა მე მიღებს, ულიმიტო აქვს, თუმცა არასდროს არ გადამიღია 2 საათზე დიდი და შესაბამისად არ ვიცი 2 საათს გაცდება თუ არა. შეიძლება უბრალოდ გადახურდეს და გადახურების გამო გაითიშოს. თუმცა გადახურების პრობლემა ჯერჯერობით არ მქონია. ასევე ერთი რაც მნიშვნელოვანია სისტემებს შორის, როდესაც Canon-ი გადავიდა უსარკო სისტემებზე, ასევე როდესაც Nikon-ის სარკიანი კამერები გადავიდა უსარკო კამერებზე და Sony-ის კამერებიც გადავიდა უსარკოზე, მათ შეცვალეს დიამეტრი ლინზის, თუმცა ყველა მათგანმა Sony-ის გარდა შექმნა ლინზების გადამყვანი, რომელსაც ძველი კამერის ლინზები გადახავს ახალ კამერებზე. აი ასეთი გადამყვანი უკეთია ამ კამერასაც და ზევიდან დამაგრებულია სარკიანი კამერის ლინზა. ეს რა თქმა უნდა იმისთვის არის კარგი და საჭირო, რომ ბიუჯეტი დავზოგოთ, ხო, აღარ ვიყიდოთ თუ გადავდივართ სარკიანი კამერიდან უსარკოზე, რა თქმა უნდა კამერას ვცვლით, მაგრამ თუ ბევრი ლინზა გვაქვს დაგროვებული, შეგვიძლია ვიყიდოთ გადამყვანი და შესაბამისად გადამყვანზე მოვარგოთ ეს ახალი ლინზები. ყველაზე კარგი გადამყვანები Canon-ს აქვს. წეგან Sony-ზე ვთქვი, რომ გადამყვანები არ აქვს, თქო, მაგრამ რეალურად აქვს უბრალოდ არა Sony-ის ფირმის, სხვა ფირმების და მათი ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ხოლო Canon-ის გადამყვანები Nikon-თან არ მქონია შეხება, მაგრამ Canon-ის გადამყვანები საკმაოდ კარგი ხარისხით გამოირჩევა. აქ აქვს სტანდარტული გადამყვანი, რომელსაც არაფერი დამატებითი არ აქვს, მაგრამ არსებობს Canon-ის ისეთი გადამყვანები, რომლებსაც აქვს ერთი ძალიან კარგი დამატებითი ფუნქცია, ეს არის ლინზასა და კამერას შორის პატარა ჭრილი, სადაც თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ ND ფილტრები. ანუ თქვენ იყიდით ND ფილტრს მხოლოდ და მხოლოდ გადამყვანისთვის და მასზე ნებისმიერი ლინზა, რაც არ უნდა მოარგოთ, ამ ND ფილტრს გაივლის სენსორამდე, ასე ვთქვათ, და არ დაგჭირდებათ ბევრი სხვადასხვა ზომის ND ფილტრის შეძენა. კამერებს შორის განსხვავება ვთქვით, ახლა გადავიდეთ ლინზებზე. რა მახასიათებლები აქვს ლინზებს? პირველ რიგში, როდესაც ლინზას შეხედავთ, ეს არის მილიმეტრაჟი. აქ აწერია მაგალითად 24-70 მილიმეტრი. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ კონკრეტულ ლინზას აქვს ცვლადი ზუმი, 24 არის მისთვის ყველაზე ფართე, ხოლო 70 მისთვის არის ყველაზე მეტად მიზუმული. მილიმეტრებს შორის უნდა დავიჭიროთ განსხვავება full frame-სა და crop კამერებს შორის. მაგალითად, crop კამერას როდესაც აწერია 18 მილიმეტრი, ეს არ არის იგივე 18 მილიმეტრი, რაც full frame სენსორზე. ანუ 18 მილიმეტრი, წეგან თქვით, რომ რიცხვები დაიმახსოვრეთ 1.5 და 1.6 დაიმახსოვრეთ მეთქი, 18 მილიმეტრი crop კამერაზე ნიშნავს იმას, რომ 18 თქვენ უნდა გაამრავლოთ 1.5-ზე, მიიღებთ 27 და შესაბამისად 18 მილიმეტრი crop კამერისთვის იგივეა, რაც 27 მილიმეტრი full frame კამერისთვის. Canon-ის შემთხვევაში მოგიწევთ გაამრავლოთ 1.6-ზე. შესაბამისად ამ რიცხვებს შორის ერთმანეთში გადაყვანა კარგად უნდა შეგეძლოთ, ანუ გადაყვანა უნდა შეგეძლოთ უფრო მეტად full frame-ზე, იმიტომ რომ full frame-ზე აწყობილი ყველა სტანდარტი და ყველა წესი. აი მაგალითად, თქვენ თუ იყიდით პირობითად Samsung-ის ტელეფონს, რომელსაც აქვს 3 ლინზა და იქ ზედაწერია, ან მონაცემებში წერია, რომ ეს ლინზები არის 24 მმ-იანი, 50 მმ-იანი და 200 მმ-იანი. რეალურად არც 24-ია, არც 50 და არც 200 მმ, იმიტომ რომ თვითონ ტელეფონის ზომაც კი არ არის მაგხელა, ხო? აბა რა ხდება? ანუ ხდება ის, რომ იქ მონაცემებში წერია full frame-ის ექვივალენტი. ანუ ის 24 მმ-იანი ლინზა იგივენაირი გაშლით იღებს, როგორიც full frame კამერა რეალურად 24 მმ-იანი ლინზით. მაშასე, ეხლა მე გადავალ უკვე მილიმეტრებზე, ვისაუბრებ მილიმეტრებზე და როდესაც დავასახელებ რიცხვებს, ყოველთვის დავასახელებ full frame-ს და არა APS-ის. APS-ის შემთხვევაში მოგიწევთ, რომ გადაიყვანოთ, ანუ გადაიანგარიშოთ და მიხვდეთ, რასაც ამაზე ვიტყვი, რამდენი გამოდის ამისთვის. ცოტა ჩახლართულად ვისაუბრე, მაგრამ მე მგონი ახლა ნელ-ნელა ყველაფერს მიხვდებით. 24 მმ-დან 35 მმ-მდე ითვლება ფართე კუთხეთ. რაც შეეხება 24 მმ-ზე ქვევით რიცხვებს, მაგალითად 16 მმ, 20 მმ, 10 მმ და ასე შემდეგ, ეს არის უკვე ულტრაფართე კუთხე. სამწუხაროდ არც მე და არც იმ მეგობრებს, ვისგანაც ეს კამერები ვითხოვე, ულტრაფართე კუთხის ლინზა არ გვაქვს და შესაბამისად არც ამ მაგიდაზე მიდევს. მაგრამ დაიმახსოვრეთ უბრალოდ, რომ
24 მმ-ზე ქვევით მილიმეტრები რაც გვხვდებათ, ეს არის ულტრა ფართე. მაინც ვიტყვი, წეგან გითხარით რომ გადაიყვანეთ თქო, მაგრამ მაინც ვიტყვი, APS-ი სენსორიან კამერების შემთხვევაში ულტრა ფართე არის 16 მმ-ის ქვევით. სტანდარტი არის 35-დან 70-მდე. მაშასე ჩვენ, როდესაც გვაქვს ასეთი ლინზა 24-70-ზე და ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ზუმ დიაპაზონი, ჩვენ რეალურად ხელში გვიჭირავს ერთდროულად ორი რამ. ეს არის ფართე კუთხე 24-დან 35-მდე და ეს არის სტანდარტი 35-დან 70-მდე. ასევე არსებობს ლინზები 24-105-ზე და 24-105-ზე ეს უკვე გვაძლევს მესამე დონესაც ნაწილობრივ, ეს არის უკვე ტელელინზა. ანუ იგივე ტელეფოტო ლინზა ითვლება 70-დან 200 მმ-მდე. აი ეს ლინზა არის ტელეფოტო. ზუსტად იგივე მონაცემით 70-დან 200-მდე. ხოლო რაც შეეხება 200 მმ-ის ზევით, ეს არის უკვე სუპერ ტელეფოტო ლინზა და ამ შემთხვევაში ჩემ ძიმე არტილერიას მოვიყვან მაგალითზე, ეს არის 70-350 ოღონდ კროპისთვის, შესაბამისად ცოტა ხანი დაგაცდით რომ გადაიყვანეთ? ანუ ეს არის 105-525-ზე full frame-ისთვის. ანუ იგივე ზომას გვაძლევს, რასაც მოგცემდა 105-525-ზე. მაშასე მილიმეტრებს სახელები დავარქვით, თუმცა კიდევ ერთი რამ, რაც მილიმეტრასთან დაკავშირებით და ლინზებთან დაკავშირებით არსებობს, არის შემდეგი. არსებობს ზუმ დიაპაზონიანი ლინზები და აქ წეგან რაც გაჩვენეთ, ყველაფერი არის ზუმ დიაპაზონიანი, ანუ ცვლადი ზუმით, მაგრამ არსებობს ეგრეთ წოდებული ფიქს ლინზებიც. ეს არის 50 მმ-იანი ლინზა, ანუ მხოლოდ და მხოლოდ 50. არ აქვს არც 50-ზე ქვევით გაშლა, არც 50-ზე მეტად მიზუმება. მაშინ დავსვათ ესეთი კითხვა, რა საჭიროა 50 მმ-იანი ლინზა, თუ კი არსებობს 24-70? ბარემ ვიყიდო 24-70 და ყველა ვარიანტში უკეთესი იქნება. ახლა უკვე ჩვენ გადავალთ ლინზებს შორის მეორე განსხვავებაზე და ეს არის დიაფრაგმა. ნებისმიერ ლინზას, იქნება ეს კამერის თუ იქნება ტელეფონის, აქვს მოცემულობა F-ი, რომელიც ნიშნავს დიაფრაგმას. რა არის დიაფრაგმა? მარტივად რო ვთქვათ, დიაფრაგმა ეს არის ლინზის თვალის გუგის სიფართოვე. რას აკეთებს თვალის გუგა? ჩვენ როდესაც შევდივართ ბნელ სივრცეში, თვალის გუგა ფართოვდება, ხოლო როდესაც გავდივართ გარეთ მზეში, თვალის გუგა ვიწროვდება. რისთვის არის ეს საჭირო ადამიანისთვის? იმისთვის, რომ სიბნელეში მეტი შუქი შევიდეს და უკეთესად აღიქვას, იქ რა ხდება, ხოლო სინათლეში ნაკლები შუქი შევიდეს იმისთვის, რომ თვალი არ დაზიანდეს. ზუსტად იგივე არის კამერისთვისაც. რაც უფრო ფართია დიაფრაგმა, რიცხვებში ეს გამოისახება უფრო დაბალ რიცხვებში. ანუ მაგალითად 1.4 დიაფრაგმა უფრო ფართია ვიდრე 2.8 ან 4. როგორც წესი ფიქს ლინზებს აქვს უფრო ფართე დიაფრაგმა ზუმ ობიექტივებთან შედარებით, იმიტომ რომ ტექნიკურად თითქმის შეუძლებელია 1.8-ზე უпростоრედ შეუძლებელია 1.8-ზე ფართე დიაფრაგმა გაუკეთონ ზუმ ობიექტივს. შეუძლებელიას იმიტომ ვამბობ, რომ ასეთი ლინზები არ არსებობს. 1.8-ზეც ძალიან იშვიათია, მაგალითად არის სიგმას ლინზები, რომლებსაც ზუმ დიაპაზონი აქვს ძალიან პატარა. ანუ აქ თუ აქვს 24-70-ზე 2.8 დიაფრაგმას, მათი ზუმ დიაპაზონი არის დაახლოებით 35-50-ზე, თუ სწორად მახსოვს. კიდევ რას აკეთებს დიაფრაგმა? ერთი რომ თვალის გუგა უფრო ფართი აქვს და შესაბამისად მეტი შუქი შედის, ეს გავიგეთ, მაგრამ კიდევ რა დამატებითი პლუსი აქვს. დამატებითი პლუსი ეს არის პორტრეტების გადაღება. პორტრეტების გადაღების დროს ჩვენ რა გვჭირდება? ჩვენ გვჭირდება რომ ობიექტზე, ანუ ადამიანზე, ან ცხოველზე, ან კონკრეტულ საგანზეც, კი ბატონო, არა მარტო პორტრეტებზე, ფოკუსი იყოს გასწორებული მათზე, ხოლო ირგვლივ სივრცე იყოს მეტად გაბლარული. რაც უფრო ფართია დიაფრაგმა, ირგვლივ სივრცე უფრო მეტად იბლარება. ასევე ლინზებში, ამ შემთხვევაში უკვე ზუმ ლინზებზე მაქვს საუბარი, არსებობს ორნაირი ტიპის ლინზები. ერთი ფიქსირებული დიაფრაგმით, ანუ რას ნიშნავს? ეს ლინზა მაგალითად, ისევე როგორც ეს ლინზა, არის ფიქსირებული დიაფრაგმით. ამის დიაფრაგმა არის 2 და 8. ეს ნიშნავს იმას, რომ 24 მმ-ზეც და 70 მმ-ზეც მე შემიძლია გადავიღო 2.8 დიაფრაგმით. ამ ლინზის შემთხვევაში მისი დიაფრაგმა არის ფიქსირებული ასევე ოღონდ 4 და 70-ზეც და 200 მმ-ზეც მე შემიძლია გადავიღო
4 დიაფრაგმით. ხოლო მაგალითად სუპერ ტელეფოტო ლინზაზე, ჩემ კონკრეტულ ლინზაზე დიაფრაგმა უკვე არ არის ფიქსირებული და ეს არის აქ აწერია f-ი 4.5 6.3-ზე. ეს რას ნიშნავს? 70 მმ-ზე, ანუ ყველაზე ფართე კუთხე რაც აქვს ამ ლინზას, მე შემიძლია გადავიღო f-ი 4.5-ით, ანუ 4.5 დიაფრაგმით. მაგრამ რაც უფრო მივზუმავ, ეს დიაფრაგმა თავისით ავტომატურად ჩაიკეტება და 350-ზე უკვე შემიძლია გადავიღო ყველაზე ფართე 6.3 დიაფრაგმით. ზოგადად ესეთი ობიექტივები, რომელსაც აქვს სუპერ ტელეფოტო ზუმ დიაპაზონი და პარალელურად აქვს ზუმ დიაპაზონი, ანუ არ არის ფიქსირებული, არ არსებობს ისეთი, რომელსაც აქვს დიაფრაგმა ფიქსირებული. ყოველ შემთხვევაში მე ასეთი ლინზების შესახებ არ გამიგია. ანუ, როდესაც ყიდულობთ სუპერ ტელეფოტო ლინზას, რომელსაც აქვს ცვლადი ზუმი და არ არის ფიქსირებული, მაგალითად არ არის კონკრეტულად 300 მმ, თორემ 300 მმ-იანი კი ბატონო არსებობს 2 და 8 დიაფრაგმიანებით მე მგონი, მაგრამ მე ვსაუბრობ ახლა უკვე ზუმ დიაპაზონიან ლინზებზე, ასეთი ლინზები არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში მე არ გამიგია, რომ ჰქონოდათ მათ ფიქსირებული ზუმი. ყველა ასეთ ლინზას ზუმი აქვს ცვლადი. ეს, რა თქმა უნდა, ცუდია გადამღებებისთვის, თუმცა ტექნიკურად ალბათ სხვანაირად შეუძლებელია, თორემ აქამდე შექმნიდნენ. ან თუ შესაძლებელია, ალბათ ჩდება ძალიან ძვირი, ალბათ არის ძალიან მძიმე, როგორი ლინზების გამოშვებაც, ალბათ არ აწყობთ და კი ბატონო, არსებობს დაბალი დიაფრაგმიანი ტელეფოტო ლინზები, თუმცა როგორც ეხლა თქვი, ისინი არის უკვე ფიქსირებული. გულისხმობ ფიქსირებულ ზუმს, ანუ 300 მმ, 400 მმ, 500 მმ კონკრეტული ზუმები. იმედია დღევანდელი ვიდეო მოგეწონათ იმ ადამიანებს, ვინც ფოტოგრაფიის ან ვიდეოგრაფიის დაწყებას აპირებთ. იმედია აღარ მეტყვიან ადამიანები, რომ საინტერესო იყო ვიდეო, უბრალოდ ვერაფერი ვერ გავიგეო. შესაბამისად, გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი. მომდევნო ვიდეო ვფიქრობ, რომ იქნება ისევ მოგზაურობის ან ლაშქრობის, ხოლო იმის მომდევნო უკვე დაეთმობა ფოტოგრაფიის კონკრეტულ ხრიკებს.